სინანუზე თუ დავაფუძნებ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, ჩვენ ნამდვილად სამართლმაც მივიღებთ. მადლი, რომელიც ცვლის ადამიანს, რომელიც ზრდის სულიერად. და ნამდვილად აი თქვენ იცით, რომ დღეს აი წაკითხული სახარებიდან თქვენ მოისმინეთ, რომ იღვიძებდითო, უდმივად იღვიძებთ, რამე თუ როდესაც თქვენ არ გგონიათო, სწორედ მაშინ შეიძლება უფალი მობრძანდესო. ეს არის სულიერი სიფხიზლე, სულიერი წვრთნა სულის. იყო მაგალითი იმისა, რომ ერთი სახლი დაშენდა კლდეზე, მეორე ქვიშაზე. ქვიშაზე დაშენებული სახლი მოვარდა ნიაღვარი და გამოუღო ძირი და დაინგრა, დაიშალა. და დაცემა იყო ფრიად დიდიო. ესე იგი, აი სწორედ ჩვენ ქვიშაზე კი არ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი სულიერი სახლი, არამედ კლდეზე და კლდე ეს არის სარწმუნოება. მტკიცე სარწმუნოება. მიშვებულობა არ შეიძლება. აი დღეს ამას დაუშვებთ, ხვალ სხვას დაუშვებთ და მერე თანათანობით ჩვენ სუსტებით. რომც მოვისურვოთ მერე გამოსწორება, ამის ძალა აღარ გვეყოფა ჩვენ, რომ ჩვენ გამოსწორდეთ და ღვთისათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად ჩვენ უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენ სულიერ ცხოვრებას. სულიერებაში წინსვლა უნდა გქონდეს. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ჯერ რა დროს ეს არის, ჯერისა და თქვენ იცით, ყველა არის ამ ქვეყნიდან გასული. ახალგაზრდაც, ბავშვიც, მოხუციც, ჩვენ არ ვიცით უფალი როდის მოგვიწოდებს, როდის გავათ ამ ქვეყნიდან. ამიტომ მუდმივად უნდა ვხიზლოდეთ. მუდმივად უნდა ვეუბნებოდეთ ჩვენ თავს, რომ დღეს ბოლო დღე არის ჩვენ ცხოვრებაში. და თუ ასე ვიცხოვრეთ, ამიტომ ჩვენ აღარ შევწოდავთ. და ვიცხოვრეთ ღვთისათნო ცხოვრებით. მერთმა ძალა მოგცეთ, მერთმა გაგაძლიეროთ, სულიერი სიფხიზლით გეცხოვროთ და ღვთის მადლით და დღევანდელ წმინდანთა ლოცვით მერთმა ღვთისათნო ცხოვრებით გაცხოვროთ. ჩვენთან არის მე.